აბიტურიენტებმა სტატუსი შეიცვალეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 31700-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88% შეადგენს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო გრანტის მფლობელი 6500-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მათ შორის 100, 70 და 50%-იანი ოდენობის გრანტი მოიპოვა ათეულობით ზესტაფონელმა აბიტურიენტმა. სხვებთან ერთად მაქსიმალური გრანტის მფლობელი გახდა ნინო გორგოძეც. მოულოდნელი არ ყოფილა ჩემი შედეგი, რადგან აქამდე ძალიან ბევრი ვიშრომი ამის მისაღწევად და საკმაოდ მაღალი ქულებიც მქონდა. როდესაც დავინახე ჩემი ისტორიის 60 ქულა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სკოლას, ჩემს მასწავლებლას მარახი მჭედლიძეს, მისი თავდადებული შრომის ფასად არის სწორედ ეს შედეგი მიღწეული და ანუ ამ ქულების შესაბამისად უკვე ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. საკმაოდ მაღალი ქულები მქონდა ქართულშიც და ინგლისურშიც 58 და 69 და 100%-იანი გრანტი, რა თქმა უნდა, ბედნიერების მომნიჭებელია ყველასთვის, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. წინა წელსაც გავედი ამ გამოცდებზე, წინა წელსაც მაღალი შედეგები მქონდა და საერთოდ ეს გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან უფრო მორგებული ხარ საგამოცდო სიტუაციას, იქ მდგომარეობას და უკეთესად ხარ გაცნობიერებული თვითონ წესებშიდაც და ეს ყველაფერი აღარ გიქმნის უკვე არაკომფორტულობის შეგრძნებას და უფრო თავდაჯერებული შედიხარ, როდესაც მეორე წელს აბარებ, მეორე წელსაც გადიხარ გამოცდაზე და მაშინ შენ მე-11 კლასელი იყავი და ინგლისურში დადე მაქსიმალური ქულა. დიახ, ძალიან გამიხარდა, აი წინა წელს მართლა ძალიან დიდი ბედნიერება მივიღე ამით, მაგრამ ამ წელსაც ისტორიის 60 იყო, აი არ ვიცი, ძალიან შთამბეჭდავი, რადგან 8 ბავშვი ჰქონდა საქართველოში მიღებული და ერთ-ერთი ვიყავი მეც. აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალ წელს ჩააბარებენ, მინდა ვურჩიო, რომ ძალიან კარგად მაქსიმალურად დაკვირვებით არჩიონ საკუთარი პროფესია და სწორედ ის უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მონიშნონ პირველ ადგილზე, რომელიც მათ უნდათ და აუცილებლად მაქსიმალურად იცადნონ, რომ დადონ ძალიან კარგი შედეგები და ამისათვის საჭიროა ცხადია შრომა და შრომა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 2025 წელს დაფინანსდა 11600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი 1400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5000-მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს. დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39000 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება. ნათქვამია ინფორმაციაში. ედუნესტი ახალი მოსამზადებელი ცენტრი ზესტაფონში თავის ისტორიას იწყებს და ის საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის პრეტენზიით შემოდის. ცენტრი, როგორც მისი დამფუძნებლები და პედაგოგები გვეუბნებიან, კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს პირველიდან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და მათ სამ საგანში, ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში მოამზადებს სწავლების ინდივიდუალური მეთოდის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ედუნესში სკოლამდელი მზაობის პროგრამაზეც იმუშავებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხსნით ახალ საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და მოზარდების განათლების ხელშეწყობას. ცენტრში დაგვდება თანამედროვე და კომფორტული გარემო, პროფესიონალ გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცენტრი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ვარ ნინო გორგოძე, ცენტრის დირექტორი, ვარ ინგლისური ენის ფილოლოგი და მაქვს მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან. ჩვენს ცენტრში შეისწავლეთ ქართულს, მათემატიკას, ინგლისურს და სკოლამდელი მზაობის პროგრამას. ჯერ ეს სივრცე ჩვენს ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს შეგვიძლია.
როგორც ამ ცენტრის მასწავლებელი გრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რომ თითოეულ მოსწავლეს შეუქმნა სწავლის მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული გარემო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს საგანმანათლებლო ცენტრში ყოველგვარი პირობა არის შექმნილი იმისა, რომ თითოეულ მოსწავლემ მიიღოს ღრმა განათლება, სრულფასოვანი განათლება და გაუხსნათ მათ გზა ახალ-ახალი წარმატებებისაკენ. მათემატიკა მოგეხსენებათ რთული საგანია და ჩვენ სასწავლო პროცესში შევიტანთ აქტივობებს კლასებში, რათა უფრო სახალისო გავხადოთ სწავლება. წარმატებებს უსურვებ ჩვენს გუნდს, პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს. ცენტრი დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლოდ სწორი არჩევანი გააკეთონ და თავიანთი უნარები სასურველი მიმართულებით განავითარონ. მოსამზადებელი ცენტრი, სადაც შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მთავარი პრიორიტეტი იქნება, მოსწავლეებს უკვე იღებს. ედუნესში, რომელიც რობაქიძის ქუჩა ნომერ 5-ში პირველ სართულზე არის განთავსებული, სწავლა 1 სექტემბრიდან დაიწყება. ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი 2025 წლის ბოლომდე ავარიებში მსხვერპლის 25%-ით შემცირებაა, ოფიციალური მონაცემებით გზებზე დაღუპულთა რიცხვი 20%-იან მაჩვენებელს აღწევს. პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების დირექტორის ირაკლი იზორიას თქმით, ფატალურ შემთხვევათა პრევენციისთვის კანონმდებლობის გამკაცრება და აღსრულების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი ბერგეტებია. სტატისტიკის დინამიკის კვლევა ბოლო წლებში ვერ ხდება, თუმცა მინდა ვთქვა ის, რომ რაც ეროვნული სტრატეგია ასარსებობს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა 2025 წლის ბოლომდე გეგმაში არის გაწერილი, რომ საგზაო შემთხვევები უნდა შემცირდეს 25%-მდე და დიდი იმედი მაქვს ამ გეგმის შესაბამისად იქნება ჩატარებული მოქმედებები, რაც დაკავშირებულია სიჩქარის მენეჯმენტთან, ასევე ვიცით, რომ ნაცნობაზეც შეიძლება კანონმდებლობა გამკაცრდეს, იქ კანონმდებლობა შეიძლება ასევე გავამკაცროთ უშუალოდ ისეთ მძღოლებზე, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავენ ავტომობილებს და მოკლედ აღსრულების გაძლიერება იქნება საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ კანონდამტვერი მძღოლების შეჩერება და შესაბამისად მათთვის კუთვნილების ჩამოყალიბება, რომ შემდგომ ამ მძღოლებმა ვერ განახორციელონ გზებში გადაადგილება. რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველოს შეძრა ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა. კიდევ ერთი მძიმე ფაქტი დაფიქსირდა ბორჯომში. ავტოსაგზაო შემთხვევას ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მოთამაშე ემსხვერპლა. მსგავს ტრაგედიებზე ამბავს სოციალურ და ტრადიციულ მედიაში ყოველდღიურად წააწყდებით. საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ამზადებს 2024-2025 წლების იანვარ-ივნისის საგზაო შემთხვევათა ანალიზს. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების რაოდენობა 12.4%-ით გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი 13.7%-ით არის მომატებული, ხოლო ლეტალურობის მაჩვენებელი 20.7%-ით. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა კვლავ მწვავე ფორმით დგას და არსებული სტრატეგიების ფონზე მიზნების შესრულება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.